საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ წმინდა შუშანიკის სახეზე. წმინდა შუშანიკი პირველი ქართული ნაწარმოების, ბევრი მეცნიერის აზრით პირველი ქართული ნაწარმოების მთავარი გმირია. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე დადგომა დასჭირდა თავისი სარწმუნოების შესანარჩუნებლად, მაგრამ გაუძლო როგორც მეუღლესთან დაპირისპირებას, ისე საკუთარ შვილებთან და შეძლო საკუთარი სიცოცხლეც და საკუთარი ოჯახიც გაცილებით უფრო ნაკლებ ღირებულად ჩაეთვალა, ვიდრე უფლის სიყვარული და ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულება. წმინდა შუშანიკი ვარდან მამიკონიანის, სომეხთა სპასპეტის, ანუ მხედართმთავრის ასული იყო და არშუშა პიტიახშის რძალი. გამოთხოვილი საქართველოში. მისი მეუღლე ვარსქენ პიტიახში, ჰერეთის პიტიახში გახლდათ. მას 3 ძე და 1 ასული ჰყავდა და იგი ჰერეთის დედოფალი იყო. ასე რომ მისი მოწამეობა არ იყო მხოლოდ კერძო მაგალითი ან ერთი ადამიანის თავდადების გამოხატულება, არამედ მას როგორც დედოფალს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა და ჰერეთის საპიტიახშოს და ალბათ მთელი საქართველოს სარწმუნოებრივი ხვალინდელი დღეც დიდად იყო დამოკიდებული წმინდა შუშანიკის ღვაწლზე, იმ ნაბიჯზე, რომელსაც ის გადადგამდა და იმ არჩევანზე, რომელსაც გააკეთებდა. ამიტომაც ეს თავიდანვე გაუცნობიერა მას იაკობ ხუცესმა და აუხსნა, რომ იგი როგორც დედა უნდა ყოფილიყო მთელი ჰერეთისთვის და მის მაგალითს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. შუშანიკი ბავშვობიდანვე ღვთისმოშიში ყოფილა. იაკობ ხუცესი გვეუბნება, ბავშვობიდანვე იყო განსაკუთრებულიო და ბავშვობიდანვე მან იცოდა თურმე რა დიდი ძალა აქვს ლოცვას. ამიტომაც ნაწარმოებში არაერთხელ არის, როცა იგი თავისი პრობლემების მოგვარებას საკუთარი თუ სხვისი ლოცვის დახმარებითა და ლოცვის თანადგომით ცდილობს. კერძოდ, ბავშვობიდანვე იცოდა მან, რომ ვარსქენი მერყევი ბუნებისა იყოო და ამიტომ ყველას ევედრებოდა ელოცათ ვარსქენისთვის, რომ ღმერთს იგი შეეცვალა, განმტკიცებული და სარწმუნოებაში გაძლიერებული ადამიანი გაეხადა. ხოლო თვითონ წმინდა შუშანიკი, როცა ციხეში მიჰყავს ვარსქენ პიტიახს და როცა მან იცის, რომ იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოვა, როცა იცის, რომ დაიწყო უკვე მისი სარწმუნოებრივი ცხოვრების გზა და უნდა აწამონ, ხალხს სწორედ ამას თხოვს, რომ ლოცვაში მომიხსენეთ, რადგან ვეღარ მიხილავთ უკვე ცოცხალს ამ ქვეყნადო. ლოცვას დიდი ძალა და მადლი აქვს, ლოცვას მართლა შეუძლია ჭირის უფლისას მით უმეტეს, რომ შეეწიოს ძალიან მისთვის ძვირფას ადამიანს, ვისთვისაც იგი გულით ლოცულობს და წმინდა შუშანიკმა იცოდა, რომ თავისი ლოცვა ხალხისთვის ან ხალხის ლოცვა შუშანიკისთვის იყო განსაკუთრებით ფასეული უფლის თვალში და ამიტომაც ითხოვა ეს და ამიტომაც ითხოვდა, რომ ელოცვათ ვარსქენისთვის. წმინდა შუშანიკი დაკვირვებულ ადამიანად არის იაკობ ხუცესის მიერ ასახული. იგი წვრილმა ნებსაც კი ამჩნევს და მას აქვს საოცარი უნარი ადამიანის დანახვისთანავე გაიაზროს, რა უჭირს მას ან როგორი პიროვნებაა. ამიტომაც არის, რომ როგორც კი დაინახავს დიასპანს სპარსეთიდან ჩამოსულს, მაშინვე ეკითხება მას, ვარსქენი სულით ცოცხალია თუ არა და შემდეგ აფიცებს და აიძულებს, რომ სიმართლე უთხრას. რადგან წმინდა შუშანიკი ხვდება, რომ ეს ადამიანი არ ეუბნება მას სიმართლეს, რადგან ერიდება დედოფლის და ვერ ბედავს გაუმხილოს, რომ პიტიახშმა სარწმუნოება შეიცვალა და იგი გადავიდა პეროზ მეფის მხარეს. ხოლო შემდეგ, როცა ვინმე სპარსი მოვა, მასაც ერთი თვალის მოკვრით შეაფასებს დედოფალი და მიხვდება, რომ იგი არის მზაკვარი, იგი არის ვარსქენის თანამებრძოლი ან ვარსქენის მოკავშირე და ამიტომაც შეეცდება, რომ თავი მოიზღუდოს და სპარსის ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეს. საერთოდ ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით ამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი წმინდა მამა ძალიან ცნობილი იყო თავისი სწავლებადარიგებებით და მასთან მივიდა სულიერი შვილი და ჰკითხა, მოძღვარო, შეიძლება თუ არა ღვინო დავლიო? ამ წმინდა მამამ უპასუხა, თუ დარწმუნებული ხარ, რომ ეშმაკი დარია, დალიეო.
აი ამით ჩვენ რას გვასწავლის ქრისტიანობა, რომ ყოველწამიერი სიფხიზლე, რადგან ქართული ანდაზისა არ იყოს, ეშმაკს არასოდეს ძინავს, ყოველწამიერი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ქრისტიანმა. ის უნდა უფრთხილდებოდეს თავის სულს და უნდა იყოს ყოველთვის ფხიზლად იმისთვის, რომ არ მოექცეს ეშმაკის ზეგავლენის ქვეშ და მისგან დაგებული მახის ტყვეობაში არ აღმოჩნდეს. აი სიფხიზლე სულიერი ადამიანს განსაკუთრებულ ღირებულებად ეთვლება და განსაკუთრებულ ძალმოსილებად იმისათვის, რომ სწორად გაიაროს ამ ცხოვრებისეულ გზაზე. ამიტომაც არ იყო შემთხვევითი, რომ იაკობ ხუცესი ასახავს, როგორი ფრთხილი და როგორი ფხიზელია წმინდა შუშანიკი. მაშინაც კი, როცა აფოც ეპისკოპოსი ელაპარაკება მას და სთხოვს, რომ დაბრუნდეს იგი სასახლეში და ვარსქენთან შერიგებულ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, თუ არ იქნება, ანუ თლად თუ არ შეურიგდება ვარსქენს, ყოველ შემთხვევაში სადედოფლო სახლი არ მიატოვოს, წმინდა შუშანიკი ეკითხება, განადაგავიწყდა, რომ ვარსქენმა ღმერთი უარყო. ანუ მას თავისუფლად შეეძლო ეპისკოპოსის კურთხევა შეესრულებინა, შვიდად ყოფილიყო, იმიტომ რომ მას სასულიერო პირდა, თანაც ეპისკოპოსი არიგებდა და მოუწოდებდა სახლში დაბრუნებისკენ, მაგრამ ეს სიტყვებიც კი გააანალიზა დედოფალმა და მიხვდა, რომ მისი სულისათვის არ შეიძლება სახეირო ყოფილიყო ვარსქენის სასახლეში დაბრუნება. ის მიხვდა, რომ აფოცი ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ მისი კეთილდღეობისთვის ფიქრობდა, აფოცი უფრო მეტად ფიქრობდა, რომ დაეცვა დედოფალი ფიზიკური ტანჯვაწამებისა და შეურაცხყოფისგან და უბრალოდ ადამიანურად უშვებდა შეცდომას. დედოფლის სიბრალულიდან გამომდინარე ვეღარ ხვდებოდა იგი იმას, ან ვეღარ განჭვრეტდა, რა საშინელი დარტყმა იქნებოდა წმინდა დედოფლის სულისათვის ვარსქენთან ერთად ცხოვრება და ვარსქენის კლანჭებში ჩავარდნა ხელახლა. ასევე დიდ სიფრთხილეს იჩენს წმინდა შუშანიკი პურობის დროსაც, როცა იგი არ მიიღებს არაფერს, არ შეჭამს პურს, არ დალევს ღვინოს და როცა ვარსქენისგან დაგებულ მახეში არ გაებმება და არ აღიარებს, რომ იგი ძველებურად ცოლია პიტიახშის, ძველებური ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მათ და არაფერი ისეთი არ შეიძლება მოხდეს მისი აზრით, არაფერი ისეთი არ უნდა დაუშვას მან, რაც მისი სულისთვის ოდნავ მაინც იქნება დამაბრკოლებელი. რასაკვირველია, ეს წმინდა შუშანიკის ღრმადმორწმუნეობაზე მიუთითებს, მას მთელი არსებით უყვარს უფალი და ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც გინდა უჭირდეს, მას შეუძლია უფლის სიყვარული ყველა ახლობლის თუ ყველა მდგომარეობის გათვალისწინებით წინ დააყენოს. მან იცის, რომ შეიძლება სისხლიც დაადინოს პიტიახშმა, ატკინოს, შეურაცხყოს და ასეთი ყველაფერი გადაიტანა მან. გაგახსენებთ, რომ იგი ფეხშიშველი და თავშიშველი ატარა ვარსქენმა, 300 კვერთხი დაარტყა, მაგრამ გმინვაც კი არ აღმოხდა დედოფალს. შვილები წაართვა ფაქტობრივად იმით, რომ გაუმაზდიანა, მარტო სტოვებდა ყოველთვის და ხალხს მასთან არ უშვებდა და არ აკარებდა, რომ დედოფალი უფრო მეტად დარჩენილიყო თავის ფიქრებთან, თავის ტანჯვაწამებასთან, განსაცდელთან და მეტი შესაძლებლობა ყოფილიყო ამით, რომ იგი გარდადრეკილიყო ჭეშმარიტი გზიდან, მაგრამ შუშანიკი არ შემცდარა და მან თავისი სარწმუნოებრივი სიძლიერით ამ ყოველგვარ დაბრკოლებას გაუძლო. რადგან მარტოობა ვახსენეთ, აქვე ვთქვათ, რომ შუშანიკს მარტოობის შიში აქვს. ეს გამოჩნდება პირველივე შემთხვევაში, როცა იაკობ ხუცესი და იგი საუბრობენ და დედოფალი ეკითხება, ჩემ და მარტო ისა არიან ჭირნი ესნე. ჩემ და მარტო ისა არიან ჭირნი ესე და იაკობ ხუცესი აუხსნის მას, რომ ეს მარტო მისი ჭირი არ არის, ეს ჭირი არის ყველასი, მთელი ქართლი უნდა დაუდგეს მას გვერდით და მანაც უნდა გაიაზროს, რომ მას როგორც ჰერეთის დედოფალს გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია. მაგრამ შემდეგშიც სხვა დროს წმინდა შუშანიკი კიდევ ორჯერ საყვედურობს იმდროინდელ ქართველებს, რომ მათ მხარდაჭერა არ აღმოუჩინეს დედოფალს, ისინი გვერდში არ ამოუდგნენ მას და სრულიად მარტო დატოვეს მხეცი პიტიახშის წინაშე. აქაც ჩანს, რომ მას გარკვეულად აქვს მარტოობისადმი შიში და მარტოობის
უარყოფა ან მარტოობის დაძლევა უწევს მას. ჰაგიოგრაფია საგანგებოდ ასახავდა ასეთ პერსონაჟებს, ადამიანურებს, რომ ჩვენ იმისი შესაძლებლობა გქონოდა მიგვებაძა მათთვის და გვეთქვა, რომ ისინი ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც ჩვენ ვართ, ამიტომ არ დავბრკოლდებოდით, შევეცდებოდით, რომ როგორც მათ გაიარეს ტანჯვა-წამებით თუ სიყვარულით გზა და მაცხოვართან დაიმკვიდრეს ადგილი, ჩვეულებრივ რიგით ქრისტიანსაც უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ თვითონაც ასევე გაიაროს ეს გზა და უფალთან მივიდეს. თუ თავიდან წმინდა შუშანიკის მარტოობისა ეშინია, ბოლოში როცა იგი უკვე ჯოჯიკსა და მის ცოლს ელაპარაკება და კიდევ ერთხელ შენიშნავს, რომ არავინ გამოჩნდა კაცთაგანი, ვინც მოწყალე იქნებოდა ჩემს მიმართ და შემაწევდა სიტყვას ვარსქენის წინააღმდეგო, აი მაშინ იგი უკვე დაძლეული მარტოობის ამსახველია ამით. ანუ მას უკვე შიშიკი აღარ აქვს მარტოობის, არამედ იაკობ ხუცესი გვეუბნება, რომ ამით წმინდა შუშანიკმა გადალახა ეს ადამიანური სისუსტე და მან სრულიად მარტო გაუძლო დაპირისპირებას თავის მეუღლესთან. ყოველთვის არის ხოლმე საინტერესო თემა მოსწავლეებისთვის, თუ როგორი დედაა წმინდა შუშანიკი. იმიტომ რომ თავიდან იგი ზრუნავს თავის შვილებზე, პირველივე ნაბიჯს დედოფალი გადადგამს შვილებთან ერთად. იგი სასახლიდან არ მიდის ეკლესიაში შვილების გარეშე, წაიყვანს თავის 4-ვე შვილს და უფალს შეავედრებს მათ, რომ დაიცვას ისინი მამამათის ანუ თავისი მეუღლის პიტიახშის ზეგავლენისაგან, გამანადგურებელი ზეგავლენისგან, რადგან როცა ადამიანი სხვას სულიერ პრობლემას უქმნის და სარწმუნოებას უცვლის, რასაკვირველია ეს არის ყველაზე უფრო დიდი ცუდი ზეგავლენა, რაც კი შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეზე მოახდინოს, მით უმეტეს მამამ შვილებზე. დედოფალი აქ ჩანს როგორი მზრუნველი დედაა და როგორი ყურადღებიანი თავისი შვილების მიმართ. მაგრამ ცოტა საჭოჭმანოა მეორე ადგილი, როცა წმინდა შუშანიკი გაიგებს იმის შესახებ, რომ მისი შვილები გამაზდიანდნენ და იაკობ ხუცესი წერს, ამის შემდეგ სახელიცა მათის ძაგდა სმენადო. ანუ მათი სახელის მოსმენაც კი აღარ უნდოდა და შვილები ვეღარც კი ბედავდნენ, რომ დედამისის სანახავად მისულიყვნენ. მანამდე ისინი დადიოდნენ ხოლმე ციხეში, ხოლო შემდეგ უკვე აღარ მოდიოდნენო. აი აქ ჩანს, რომ რატომ წერს ამას იაკობ ხუცესი, რაში სჭირდება მას ეს ეპიზოდი, აქ ჩანს სწორედ ის, რომ დედობაზე წინ, დედობრივ სიყვარულზე წინ ადამიანს უნდა შეეძლოს უფლის სიყვარული დააყენოს. და რადგან მისი შვილები არ აღმოჩნდნენ მართლმორწმუნე ქრისტიანები, რადგან ისინი გადავიდნენ სხვა სარწმუნოებაზე, წმინდა შუშანიკს უკვე აღარ ჰქონდა სურვილი მათთან ურთიერთობისა. თორემ, რა თქმა უნდა, დედობრივი სიყვარული შეუნარჩუნდებოდა, შეუძლებელია უბრალოდ, რომ დედაშვილი არ უყვარდეს. იგი გააგრძელებდა ლოცვას შვილებისთვის, ამჟამადაც მან მადლობა შესწირა უფალს ყველაფრისთვის და შეეცდებოდა, რომ თავისი შვილები ლოცვით გამოეყვანა ამ მდგომარეობიდან და კვლავ უფლის სამწყსოში მიიყვანა, მაგრამ ის სიმკაცრე გამოიჩინა, რომელიც გამაზდიანებული ადამიანების მიმართ ჰქონდა ამ წმინდანს. შუშანიკი როგორც დედოფალიც არის მზრუნველი და დედასავით უყურებს თავის შვილებს. იმდენად მზრუნველია იგი უბრალო რიგით ადამიანებზე, რომ ერთ ეპიზოდს გაგახსენებთ, იაკობ ხუცესი მცველს მიმართავს, რომ დედოფლის გაზრდილი ხარ და თუნდაც მოგკლან მისთვის მერე რა მოხდაო. ანუ ამით იგი არა მხოლოდ ერთგულებას ასწავლის მცველს, არამედ დაგვანახებს წმინდა შუშანიკის ამ სახეს, რომ იგი როგორც დედოფალი არის მზრუნველი და ისეთი კეთილი თავისი ყმების მიმართ, იმ მსახურების მიმართ, რომლებიც ჰყავს მას ახვევია გარს როგორც დედოფალს, ცხადია, რომ ისინი სასიკვდილოთაც კი არ დაინანებენ თავს დედოფლის პატივისცემისა და დედოფლის სიყვარულის მიზნით. მართლაც ჩანს, როგორია წმინდა შუშანიკი ხალხის თვალში. მაშინ როცა ვარსქენ პიტიახში ცხენზე ამხედრებული, ხელში მათრახით სცემს, გვემს, აგინებს ხალხს, მიმოფანტავს, ისინი მაინც ცდილობენ დედოფალს ახლოს მივიდნენ დედოფალთან, ისინი ცდილობდნენ დედოფალს თანაგრძნობა გამოუცხადონ, თავზე დააფარონ, ფეხზე ჩააცვან, ანუ ყველანაირად გამოხატავენ
ისინი თავდადებასა და მხარდაჭერას დედოფლის მიმართ და თუმცა იციან როგორია პიტიახში და იციან რომ ნებისმიერი მათგანი შეიძლება სასიკვდილოდ გაიწიროს, როგორც კი ისინი დედოფლის მხარეს დადგებიან, მაინც ამბოხი დედათა და მამათა, ანუ კრებული, ბევრი ადამიანი მაინც იყო დედოფლის მხარეს, მაინც მას მიაცილებდა ციხისაკენ და მის თანადგომასა და ერთგულებას ამჟღავნებდა. ცხადია, ვერც ერთი წმინდანი ვერ გაუძლებს სატანჯველს თუ მას არ აქვს მტკიცენების ყოფა, ამიტომ დედოფალი სწორედ ასეთ ადამიანად არის ასახული, რადგან ძალა რომ 300 კვერთხი დაგარტყან და არ დაიკვნესო, მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც სულიერად მართლა ძლიერნი არიან. ძალა რომ როგორც გინდა გექცეოდეს შენი საკუთარი ქმარი, რომელიც შენი 4 შვილის მამაა და ბუნებრივია რომ გიყვარს კიდეც იგი, მიჩვეულიც ახარ მას და ყველაფერი, აი როგორც გინდა გექცეოდეს იგი, მაინც რომ გეყოფა ძალა რომ შეცდომა არ დაუშვა. მას სწორედ ისე უპასუხო, როგორც საჭიროა და ისე მოიქცე, როგორც ამას ქრისტიანული კანონიკა მოითხოვს, რასაკვირველია, ამას უდიდესი ნებისყოფა უნდოდა დედოფლის მხრიდან. ქრისტიანობა საერთოდ ასახავდა ხოლმე გონიერ და განათლებულ პერსონაჟებს. რადგან განათლებული ადამიანი უფლისათვის სათნოა, განათლებული და ძლიერი ადამიანი უფლისათვის მეგობარია, რადგან მას შეუძლია თავისი სარწმუნოება არა მხოლოდ რწმენის დონეზე დაიცვას და დაიფაროს, არამედ შეუძლია რომ დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი გასცეს მტერს. ამიტომაც არის რომ წმინდა შუშანიკი მჭევრმეტყველია. იგი ახერხებს ისე უპასუხოს ვარსქენს ნებისმიერ სიტუაციაში, რომ მისი მეუღლე აღმოჩნდება ხოლმე სიტყვის უუნარო, პასუხს ვერ აძლევს. შუშანიკს ხოლმე ასეთ შემთხვევაში. ერთხელ მოხდა, როცა ვარსქენმა სცადა წმინდა შუშანიკისთვის დაებრალებინა, რომ ის იყო ოჯახის დამქცევი, მაგრამ დედოფალმა უპასუხა მას, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რომ მისმა ქმარმა მამაპაპის გზაც უარყო და მამაპაპის სარწმუნოებაც და მისი ნაბიჯი იყო მხოლოდ ასეთი ადამიანის წინააღმდეგ გადადგმული და არა იმ ადამიანის ნაბიჯი, რომელსაც ოჯახის დანგრევა და სახლიდან წასვლა უნდოდა და მაშინაც ვერაფერი უპასუხა ვარსქენმა და მეორე შემთხვევა გაახლავთ, როცა უკანასკნელად ცდილობს ვარსქენი შემოირიგოს შუშანიკი და დედოფალი ეუბნება მას, რომ თუ მკვდრის გაცოცხლება შეგიძლია, ჯერ დედაშენი გააცოცხლეო. მაშინაც განრისხდება ვარსქენი, მაგრამ ვერ მოახერხებს მოძებნოს ის სიტყვები, რომლებიც საჭიროა ასეთ დროს დედოფლისთვის პასუხის გასაცემად და დედოფალი ქებასაც კი იმსახურებს ასეთი გონიერების გამოჩენის გამო. ჰაგიოგრაფია გვიჩვენებდა იმასაც, რომ წმინდანები თავს იგვემდნენ. თვითგვემა ეს არის ფორმა მოღვაწეობისა, როცა ადამიანი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად დაიკნინოს სხეული და ამით სულს მისცეს აღმატების შესაძლებლობა, რადგან ქრისტიანული სწავლებით, როცა ხორცი ყვავის, სული კნინდება, ხოლო პირიქით, როცა სული ყვავის, ხორცი უნდა დაკნინდეს, რომ ადამიანმა სხეული თავისუფლად მართოს. აი მთელი ის ცხოვრება შუშანიკისა ციხეში, მისი შიმშილობა, მისი შეურაცხსაგებელზე წოლა, სისხლი, რომელიც მას დის ნაცარი, რომელიც თვალში აქვს ჩაყრილი და ეს ყველაფერი მას ძალიან ძლიერ ადამიანად წარმოაჩენს, რადგან იაკობ ხუცესიც კი ტირის მის დანახვაზე სიბრალულით აღივსება, დედოფალს ყოფნის ძალა, რომ დაამშვიდოს ხუცესი და უთხრას, რისთვის ტირი ამ სიკეთისთვისო, განა არიცი რომ ჩემთვის დასაბამ სიხარულისა, ანუ სიხარულის დასაწყისად არის ეს ღამე და რომ მე სისხლი ცოდვებისგან გამწმენცო. ისე რომ მას ყოფნის ძალა ირგვლივ არსებული ადამიანები, ხუცესიც კი დაამშვიდოს, ანუგეშოს და ამას ახერხებს იმით, რომ თვითგვემის გზით ხორცის უარყოფის გზით სულიერად იგი გამარჯვებული და გაძლიერებულია და შეუძლია ყოველგვარ მიწიერ ფუფუნებაზე უარი თქვას და სულიერი კეთილდღეობისათვის იზრუნოს, გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ცხონდეს და მოწამეობრივი გვირგვინი დაიდგას. შუშანიკი სასწაულმოქმედიც ხდება თავისი გულის და თავისი ღრმადმორწმუნეობის გამო. იაკობ ხუცესი შენიშნავს, რომ მასთან მისულებსო, მისი ლოცვითო, მიეცემოდათ უშვილოებს შვილი, სნეულებს კურნებაი და საწულებლებს დარწმულება, ანუ ვისაც წყალი სჭირდებოდათ, ასე პირობითად რო ვთქვათ, მიეცემოდა წყალი, მისი ხელით
ანუ ყველას მიეცემოდა ის მრავალფერი სათხოვარი, რაც მას განსაკუთრებით უნდოდა და ასეთი ძალა რომ აქვს წმინდანს, რომ ყველას მიაწოდოს თავისი ლოცვით ის, რაც მას სჭირდება, ცხადია მის განსაკუთრებულ მადლმოსილებაზე მიუთითებს. წმინდა შუშანი კი იაკობ ხუცესის მიერ მოხსენიებულია ტარიგად, რაც მოწამეს ნიშნავს, მე-11 მოქმედად, რაც ნიშნავს ბოლოს მისულად, მაგრამ მოწამეთა რიგებში ბოლოს ჩამდგარად, მაგრამ ისეთ მოწამეთ, რომელიც ზუსტად ისე დაჯილდოვდება, როგორც მთელი დღის მანძილზე გარჯილი მუშები, სამგზის სანატრელად, რაც ნიშნავს, რომ იგი სამების, ანუ მამის, ძის და სულიწმინდისგან არის სანატრელი და ძალად, რაც ნიშნავს, რომ ის ისეთი პატიოსანი ადამიანია, რომ რძალია უფალი სიძის თვალით და აუცილებლად დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. და ერთიც ვთქვათ, მე-11 მოქმედად შუშანიკი თვითონ მოიხსენიებს საკუთარ თავს და ამით იაკობ ხუცესი მის თავმდაბლობას აჩვენებს. როცა ის ამბობს, რომ უკეთო ღირს რაიმე ვარ, უკანაისკნელი ესე მე-11 მუშაკი მაცხოვრისა ჩვენისაო, ესე იგი, თუ ვარო ღირსიო, რომ მე-11 მოქმედად ჩავითვალო, მაშინ მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეოხი, ვპირდება იგი მასთან მისულ ადამიანებს. ანუ აი ეს 7 წლიანი ტანჯვა წამება, გაჭირვება, სულიერი და ფიზიკური განსაცდელი, რომელიც მას მოევლინა, არაფრად მიაჩნია და 1 საათის საქმეთაც კი არ თulis, რადგან მე-11 მუშაკი სწორედ ის არის, ვინც 1 საათი იღვაწა მხოლოდ. ასე რომ აი ამ სახელით, რომელსაც თითქმის ბოლოს მოიხსენიებს იაკობ ხუცესი, ამით თავდება უკვე შუშანიკის მარტვილობა, მისი გარდაცვალება და დაკრძალვა აღარ რჩება, ჩვენ გვიჩვენებს იაკობ ხუცესი, რომ თავმდაბლობით საოცარი მომთხოვნელობით საკუთარი თავის მიმართ მიაღწია წმინდა შუშანიკმა იმას, რომ ის დღეს ასეთი დიდი წმინდანი და მეოხია საქართველოს ეკლესიისათვის. დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. ნახვამდის.